მოკლედ ეს რომ არ მოჩვენებინა და ასე ვოგი არ გადამეღო არ შემეძლო შეხედეთ ჩვენ არის უკვე ერთი კვირა თითქმის გაუჩერებელი თოვლი ნახეთ просто აქ არის ულამაზესი მე ზევიდან ვეცდები რომ გადავიხო მართალია რომ გავიყინე მაგრამ who cares მე შეხედეთ საოცარია მოკლედ აქაურობა ამ თოვლში და სიცივეში და ხელს ვერ ვგდნობ მაგრამ რაღაც ვიდეოს ვიღებდი კიდე აქ ნახეთ შტატივით მითქას ეხლა მომიტანე საბარათი ნახეთ ჩვენთან ისე თოვლი და ყინვა და დაყინული აკმის დავასხამდე და არ მინამიტი არ ვინი ხო და ეს თოვლი მეც გაჩვენე ნახეთ პროსტა როგორი დაყინულია ქვა იმას რა გააცნობს ხეს გავხსნათ ნახეთ რა პატარა მოკლედ გავარჯობა ჩაბატკველებო და საყვარლებო და თბილებო და მონატრებულებო და გებრუნდით ახალი ვიდეოთი ჩემს unboxing-ით უკვე მიხდებოდით ამ თოვლიან ყინულიან ამინჩი მოკლედ ჩვენთან არ დამთავრდა თოვლი რაც კი ვინატრე აღარ მინდა უკვე აღარ შემიძლია და ეს ცუდი ამინდები მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა ეს თემის ამანათი გამოწერილი მაგრამ არ ჩამოვიდა იმ ძალიან დიდი ხანი არ ჩამოვიდა მოკლედ გაჩვენე ეს დიდი ამანათი არ არის ამჯერად საკმაოდ ისე ამ გონი ესე პატარა ამანათი არ მქონია თემისგან მაგრამ რაღაცა ბევრი ის დახარჯვა არ მინდოდა თან ეხლა ამ პერიოდში როცა ეს თოვლები და ცუდი ამინდები ყოფილთან ისწრამი საჭირო სხვა რაღაცებში უფრო ჭირდებოდა და ვაგროვებ მოკლედ და ამიტომ ცოტა ეკონომია გავაკეთე მაგრამ ჩემ ძმას გაუპუჭდა დამტენის კაბელი როგორც მე და მე რო ვიყიდე ჩემი ადრე გახსოვთ თემუსი ძალიან გამომადგა და ხოვნიდი ხოლმე ყოველთვის და ეხა გამოვუწერე იგივე მაგასაც ნახავთ იმას რომ არ მოყვარ მოკლედ ხამეთ დავხმ გაჩვენებთ ვეიბია საინტერესო რაღაცები არის მაინც ბოლომდე მე არ მახსოვს რომ არ მოგატყუოთ იმიტომ რომ დიდი ხანია მართლა რომ არ მინახია და არ ჩამოსულა კიდე გამოვიწე თვეში ერთხელ ორჯერ მაინც გავაკეთებ ხოლმე unboxing-ებს 40 ვართ მაინც არ ვცდები ხოლმე და სადრო უფრო ვიწერდი არის რაღაც ყოფილი აკრებს შეგაჭრებთ აი თუ მოგენატრას რა ვიცი ამ unboxing-ები ჩავყობ და რაც ამოვაპირველი ეგ იქნება მოკლედ მოკლედ პირველი ეს ამოვიდა ჩავყევი ყელი და ეს ამოვიდა და ეს გამახსენდა რაც არის ნახეთ იმედი მაქვს რომ ლამაზია იმიტომ რომ ახლა გაზაფხულზე და ზაფხულზე ვფიქრობ რომ ძალიან საყვარელია ძალიან ტრენდულია ესენი და მინდოდა მეც რომ ვაიმე ძალიან საყვარელია გამომეწერა და ქონოდა და აი ეს არის ეს like წითელი ხავერდის ეს ძალიან კარგი ნაჭრების ხავერდია და ძალიან ისეთია სუნი არა თითქმის არაფერს არ აქვს ძალიან ისეთია ლამაზი ესეთ კარგს არ ველოდი ესეთი ეს არის თმის სამაგრი უყვეთ თმის საჭი ესე ძალიან ხარისხიანია რაღაც კაპიკები გადავიხადე და მაშინ ძალიან ხარისხიანია ესე უკან გაიკეთებთ მას ესე ხედავთ ყურს ხოლმე ესე და იქნება რაღაცა ისე და ან საყვარლად რაღაცა ძალიან ლამაზი იქნება ჩემი აზრით ეს წითელი ძალიან საყვარელი ჩემი საყვარელი ფერია და ამას გაზაფხულზე და ზაფხულში ძალიან კარგად გამოვიყენებ ძალიან ხარისხიანია უნდა ვაღიარო აქ და უნდა ვაღიარო ეს ხარისხიანია მომეწონა ეს არ ველოდი სხვათა შორის იმედი მაქვს რომ ყველა ხარ ძალიან კარგად და უსაფრთხოეთ და მოკლედ ჩვენ რამდენიმე დღე არ გვქონდა ელექტროენერგია და ძალიან განვიხდი ახლა რომ უყურებ ხოლმე ინფორმაციას ბევრ ადგილას კიდევ არ აქვს ელექტროენერგია ასევე წყალი დღემდე არ გვაქვს ახლა არ მაქვს მე წყალი მაგალითად იმიტომ რომ ეს გაყინულია ყველა ანუ ეს მილები და წყალია საერთოდ არც ეტყრენ ანუ ხანი შუქი არ მაქვს ხან წყალი არ მაქვს ხან არც არ მაქვს ანუ ვერაფერი ერთმანეთს ვერ დავამთხვია და ძალიან ვთქვი და აქ გვაქვს სრულად ესეთი თოვლი და ჯერ კიდევ თოვს აი ნახეთ ამდენთ უფრო მეტი იყო ნახეთ просто ნახეთ ამდენთ უფრო მეტი იყო მაგრამ ახაც აი შეიმჩნევა და კიდე თოვს და არის ესეთი კარბუქი მაგრამ არის ულამაზესი
იმდენი ხანი ვინატრე ეს თოვლი, იმდენი ხანი ვინატრე, რომ ბოლოს ზედმეტი მოთო. მაგრამ ძალიან მიყვარს თოვლი და ვიდეოები გადავიღე და რა ვიცი. ეს გადათეთრებული როა ყველაფერი ულამაზესია, მაგრამ ცივა და გავიყინე. ხოლოდებით ამუსამანეთ და ვიდეოც იქნება ჩემი აზრით. ისევ აი რომ ნახოთ რა სისქის თოვლია და ეხაც ჩანს მგონი, მაგრამ და ისევ თოვს, აი პროსტა ერთი კვირაზე მეტია უკვე ასეთ მდგომარეობაში ვართ. დილით არც წყალია, ეხლა შუქიც არ არის. კი ლამაზი და კი მენატრებოდა ძალიან, მაგრამ აღარ მინდა მომბეზა. აი რა ხდება. Oh my god. Jittery. Oh my god. Jittery. Ja, ესე ყოფნა და ცხოვრება, როცა ესე არ გაქვს ელექტროენერგია, არ გაქვს წყალი და რაღაც და აი რომ უყურებ ხოლმე იქით მაღალმთიან ადგილებში საერთოდ რა ხდება, გული მისკდება. იმედი მაქვს რომ მალე დასრულდება ეს რთული პერიოდი და გაზაფხული მოვა ყველგან და ეს გაძინება რა ეს თული აღარ მინდა უკვე აღარ მე რომანტიკულებას იმანჯერ რომ გითხრათ საერთოდ. ხოჭო გული კაი ყავს და ეხლა ხან გავაცილე. აი ეს გამოუწერე, ესეც დიდი რო გამოუწერე. რა უყეს არ ვიცი, ესაც ორმაგის კოჩი, ორმაგის საკრავი, ესეც დიდი რომ მქონდა ზამთარ გამოწერე გემახსოვრება და სად წაიღეს არ ვიცი. რა ნიორტანი გადაარჩეს არ ვიცი. აი ეს რაიმე ჩემი ძმის კაბელი უფრო დიდი ყოფილა, ვიდრე ჩემი იყო და უფრო კარგი. ეს მე ხარ დავიდო. ჩემი სტეკი არ იყო შემიგანი. ეს მე ხარ შევიტყაპინო. ჩემი ძმის რაიმე ეს უფრო კაია და უფრო დიდია კიდე, აი ესეთი კაბელია. ჩემსაც გამოიწერე, მაგრამ ეს აშკარად უფრო კაია. არა და ზუსტად იგივე მაღაზიიდან გამოუწერე ჩემიც და უფრო დიდიც არის. ხوار გავწვალო, არა, ეს აშკარად უფრო დიდია. და ძალიან იაფი გადავიხარ, ძალიან კაი კაბელია, ამას რეკომენდაციას ვიწევ, ძალიან კარგად წინის და მოკლედ ჩვენიერია, მე რაც მქონდა ორიგინალის გამიჭდა და ეს კაია. ამას შემდგომ გადავუდებ ვიცით. კიდევ ორი რამე ეს ამით დავიწყოთ. ეს არის ფრჩხილების დასაკრავი ულამაზი სუსტად ისეთია როგორც ფოტოზე იყო. გაჩვენებთ ხე კიდე ეს კარგად გავხსნი. ეს არის მანიკურზე რომ ზამთარში რომ მქონდა კიდე მახსოვრებაც და ყველა მეკითხებოდა რომ შილაკი არისო და არა მეთქი რა შილაკი. ძალიან გავდა შილაკს, აი ძალიან ეგ დასაკრავია. აი ეგეთივე დასაკრავი გამოვწერე. აი ესეთი ნახეთ. ულამაზესია, ნახეთ რა ულამაზია. ეს იქნება ფრჩხილზე საოცარი, ეს მუქი წითელი რაღაც სისხლისფერი წითელი ესეთი ყვავილებია და გულები და ის რა ქვია პეპლები ძალიან მომწონს და ამით გავიკეთებ ულამაზეს დიზაინებს. მე მიყვარს ჩემი გაკეთება, იმიტომ რომ მაგ ძალიან სუსტი ფრჩხილი, კარგად კი მეზდება. მაგრამ ძალიან სუსტია და ეს რაღაცა შუაკი რო გავიკეთო, ისე მგონია რომ არ იქნება კარგი ჩემი ფრჩხილისთვის ეს რაღაცა უფრო სილიკონის და კარგი მეგონა, მაგრამ ისეთი კარგი არ არის. როგორც მეგონა რომ იქნებოდა. მოკლედ გამოვწერე აი ესეთი კბილის ჯაგრის შესანახი. მეგონა რომ უფრო დიდი იყო და მეგონა რომ უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ამის ხარისხი და დამონწილი პლასმასი, მეგონა რომ სილიკონი იქნებოდა, რატომღაც, მაგრამ პლასმასია. ეს არის კბილის ჯაგრის შესანახი, კონტეინერი, სადმე წავალ ან რაღაცა ზოგადად ისედაც მე მიყვარს ხოლმე რომ ცალკე სულ თავსახურებს ყიდულობდი ხოლმე, ანუ ცალკე რო არის თავსახურს რო უკეთებენ კბილის ჯაგრის ამონახავთ, მაგრამ გადავწყვიტე რომ ეს მეყიდა, მაგრამ ეს არ მომწონს დიდად. მეგონა რომ იყოს სილიკონი
და მაგიტო გამოვწერე უფრო, მაგრამ არ არის სილიკონი და ანუ ამას რაღაც დიდად მე რეკომენდაციას არ გავუწევდი. შეიძლება მე ისევ გამოვწეროს ხონა ისევ და ეს გულიკი დამწყდა რომ სილიკონი არ არის. აჩა. არ გამოვწერა. იდეა რაღაცები. ეს მაინტერესებდა კიდე ყოველთვის და ეს გამოვწერე ანუ თუ არ ატარებთან რაღაცა ეგეთი მაგისთვის ყველაზე ამბობდნენ მოკლედ კომფორტულიაო და თანხმოვანია და მაგისთვის გამოვწერე მაისურებს რაღაც კომფორტულიაო და არ ვიცი მართლა რო გითხრათ უნდა რომ დამეტესტა და ხა დავტესტა კიდევ გამოვწერე აი ეს არის სათამაშო ძაღლის ბობის თავის სათამაშოები რაც ქონდა ორი და გაბრუნდა ორივე ნაკუწებად ვაქციეს და ეხა თოვლი რო არის მე დავუბრუნებ თამაშებს ხოლმე სულ ჩემს ჩუსტებს დარკიკიდებს და მხოლს და ჩუსტებს ხო ვერ მივცემ ამიტომ ამას იმედი მაქვს რომ ისადულად ვერ გააფუჭებს აი ასეთი რადგან უყვარს ესე და ესეთი ამკლეს და იმედი მაქვს რომ სუნი არაფრის არ აქვს საბედნიეროდ და იმედი მაქვს რომ ეს მოეწონება და გაერთობა ეს თითოქია ვაპირებ რომ თითო ეხლა უკვე თითო გამოწერაზე რაღაცებში ბობის სათამაშოები გამოვუწერებ რომ ძალიან ერთობა და ძალიან უყვარს წინაზე რო ქონდა რაღაცა ის რო იყო გოჭი ის გააფუჭა კიდე ქონდა რაღაცა სილიკონის და ისიც გააფუჭა უფრო რბილი სათამაშოები უყვარს და ეს არ ქონია ჯერ რაღაცა ესეთი ბურთებ და დიდად არ მოწონს და ეს იმედი მაქვს რომ მოეწონება და ძალიან კარგად გაერთობა რომ არ მოიწყონოს რადგან ბობი მარტოა მის არ ყავს ყვა ძაღლი მოკლედ მეტი არ ყავს სახში და რომ არ მოიწყენოს მაგიტომ ვფიქრობ რომ ეს კარგი იქნება და ბოლოსთვის ვფიქრობ ყველაზე საინტერესო რაც გამოვწერეს არის გარე განათება ეს არის გარე განათება და ეს გამოვწერე სატესტოდ იმიტომ რომ თუ მომეწონება კიდევ გამოვიწერ სხვადასხვა დაირებს და მინდა რომ სახლში გარედან არც ქარკული ადგილები სადაც მინდა რომ ესეთი მზის გარე განათებები დავამონტაჟო ეს არის მზის გარე განათება ანუ აგერაც ჩანს დაახლოებით როგორია აი ხო და დღე ბიბლიოთეკაში მღერის დარში იმჩნიოთ დღეიტენება მზიზე გავხსნი და გაჩვენებთ აი ესეთი თუმცა შეიძლება დამაგრო მე ამას არ ვიყენებ ეს მაგრებლად დღეიტენება მზის ენერგიაზე აი ეს გარე განათება ამას პულტი არ მოყვება მაგრამ ზოგს პულტი მოყვებოდა რატო არ გამოვწერებ არ ვიცი აი ესეთია ამას ამაგრებთ მე ორმაგის კოჩით დავამაგრებ სადმე ეს დღეიტენება მთელი დღის მანძილზე და ღამე ანათებს ეს გარე განათება ეს ღამე ანათებს ხა არა ხა ჩართული არ არის უჯველი ესე არა ის რაშობანი და შეცაკეთებს არა ანუ ეს ნიშნავს რომ დატენილი არ არის ესე იგი ესე დაჭრით და თავზე დაფარებით კი უნდა ერთობოდეს მაგრამ ეს არ ერთობა ეს აქ პარკი რომელიც უნდა მოხსნათ რომ დაიტენოს თან კაია დავამაგრებ სადმე და აი მედი მაქვს რომ კარგი იქნება ეხლა მაინდა მზიანი პერიოდი ჩვენთან არ არის სულ თოვლი წვიმა და უბედურება მაგრამ მედი მაქვს რომ მზიან პერიოდში დავამონტაჟებ აწეთი კი უნდა იყოს მზები და მე გაჩვენებთ როგორც იმუშავებს ეხლა ეს არ მუშაობს საერთოდ ის რა არის კიდევ ესე ძანათებს თუ რა უნდა ქნა არა ეხლა ეს თუ სენსორია ეს ამ ვერ მოხდი ამას ავაძრობ და ამას ნახეთ გერაკ ამას ავაძრე და ეხლა მე ამას დავდებ მზის მხარეს ეგ თანჯარასთან მიცდე გაჩვენებთ ნუ რა თქმა უნდა ეს ასე უნდა ყოფილიყო და მაინდა-მაინც ამის დატენა გადავწყვეტე მაშინ და წასულიყო მზე და მაშინ უნდა გამქრალიყო მზე რა თქმა უნდა ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ბედიდან და იღბლიდან გამომდინარე მაგრამ არ უშავს ხალხი დღეს თუ გასენდება
მე გადავხედე ამ ინსტრუქციას და ვგიჟდები თემოს ინსტრუქციაზე. ძალიან დეტალური ინსტრუქცია. ძალიან დეტალური. აი როგორ შეიძლება ეს ინსტრუქცია ვერ გაიგოს? აი როგორ შეიძლება? ანუ ჯერ ხო გამადიდებელი შვილი არ საჭირო ის რომ წაიკითხო და გაიგო რა წერია და მეორე ანუ რა ჯანდაბა ფოტოები მაინც მოეყოლებინათ. კაი, ეხლა ქაურობას დავალაგებ. ამ ვიდეოს დავამოწევ. კიდევ ონლაინ კურსზე ვარ იქ და ცოტა გამოვარდი, რომ ეს ვიდეო ჩამეწერე, იმიტომ დიდი ხანია ვიდეო არ ჩამწერია და ამიტომ იმედი მაქვს რომ მოიწონებთ ამ ვიდეოს, დამჭერთ კომენტარებს და გამოიწერთ ჩემ არხს და მოკლედ თანამ ოთახში გავიყინე და მიფასეთ მოკლედ წვალება. ხე გიწევთ.